როგორც სულიერებაში, ასევე მატერიაში რაღაც შურისძიება და პოლიტიკაშიც არაა შურისძიება, არასწორი ქმედებაა. რევანშისტული ესე მოქმედებები. არა, გეტყვით, არა, როცა სისტემურ არა, ივანიშვილი არ ფშოში არ არის მარტო. მთლიანად გუნდზია აქ საუბრად ქართულ ოცნებაზე, რომელიც მეორე გუნდს, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ადანაშაულებს, რომ სისტემურ დანაშაულებზე არის საუბარი, დელეგიტიმაციაზე იმ ხელისუფლების, რომელიც მაშინ იყო, ეს არის უძლურება ამ ხელისუფლების სისუსტე. იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც დღის წესრიგი მას არ აქვს პოზიტიური, არაფერი არ აქვს, რომ თქვას, რომ დაუშვათ მე უკვე ეხლა რეიტინგი ეცემა ამ ხელისუფლების, იმიტომ კი არ ეცემა, რომ დაუშვათ ცუდები არიან. არა, ყველა ხელისუფლების რეიტინგი საერთოდ ეცემა. და რეიტინგი რო გაიუმჯობესოს, ეძებს არა შიდა პრობლემებს, რომელიც აქვს. დაიწყო ახლა ხო დაკავებები იმის კორუფციასთან დაკავშირებით, რამდენი პრობლემა აქვს შიგნით და ეძებს მტრის ხატის შექმნას, რომ ელექტორატი გამოაღვიძოს.